ალბიუსი, ახალი ხედვა სტომატოლოგიაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ სიტყვები. სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი ამ სლოგანის უთხოვარობას ტრენინგებით, მასტერკლასებით, კვლევისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვით ყოველდღიურად ადასტურებს. ამჯერად ტრენინგის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც სტომატოლოგიაში ფოტოგრაფირებას ეძღვნებოდა. ტრენინგზე კომპანია ზირონას სერტიფიცირებულმა სპიკერმა, იაროსლავ სტელმახმა და სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმ-ორთოპედმა თენგო ბინიაშვილმა ისაუბრეს. დენტალური ფოტოგრაფირება, ესთეტიკის ანალიზი, კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან, ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევები, რადიქსის მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში ჩატარებულ მასტერკლასზე მსმენელებმა მთელი დღის განმავლობაში ციფრული სტომატოლოგიის შესახებ საოცრად საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია, საჭირო ინფორმაცია მიიღეს. ტრენინგი და მასტერკლასები, რომელიც სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში ტარდება, ეხება დენტალურ ფოტოგრაფირებას და ციფრულ ტექნოლოგიებს სტომატოლოგიაში. ეს არის ცოდნა, რომელიც დღეს ყველა სტომატოლოგს გამოადგება, რადგან დენტალური ფოტოგრაფირება საჭირო და ძლიერი ინსტრუმენტია ყველა ექიმისათვის. საქართველოს სტომატოლოგიურმა საზოგადოებამ ძალიან თბილად მიგვიყო. ისინი ყურადღებით გვისმენდნენ მთელი დღის განმავლობაში. დაგვისვეს ძალიან საინტერესო შეკითხვები და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ექიმები მომავალში საკუთარ პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენებენ. ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში მსოფლიოში უკვე ძალიან გავრცელებული მეთოდია, გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მომავალი რესტავრაციის დაგეგმარებისთვის. შექმნილია სპეციალური ციფრული პროგრამები, რომლებშიც ფოტოგრაფიების საშუალებით იგეგმება პაციენტის მომავალი ღიმილი. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში ეს მიმართულება უკვე დანერგილია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში და მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ძალიან კარგი ყვილის ტექნიკოსი იაროსლავ სტელმახი, რომელიც ატარებს მასტერკლასს და ჩვენი კლინიკას აქვს პატივი, რომ მიიღოს ეს მასტერკლასი. მე ვიცნობ უკვე ამ თემატიკას, იაროსლავთან მე თვითონ ვარ ნავყოფი კიევში ორჯერ და მინდა გითხრათ, რომ ის ინფორმაცია, რასაც იაროსლავი წარმოადგენს დღეს ჩვენს მასტერკლასზე, საერთოდ საქართველოში არ გაჟღერებულა. ეს არის ფერის ციფრული ანალიზი, ფოტომეტრია, ეს არის თვითონ ფოტოაპარატის დაყენება სპეციალურად იმისათვის, რომ ჩვენ ხარისხიანი სურათები მივიღოთ. რა ვიცი, ძალიან საინტერესო მასტერკლასია. მე დიდი ინტერესით ვესწრები მას და ასევე ყველას მოვუწოდებ, რომ არ გამოტოვონ ესეთი ღონისძიებები. ფოტოგრაფირება უბრალოდ სურათის გადაღება არ გახლავთ. კბილის გარკვეული პათოლოგიები უმეტესად მხოლოდ ფოტოგრაფირების შედეგად ვლინდება. შესაბამისად, მას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი როლი აქვს. ლექციის მსვლელობისას დეტალურად იქნა განხილული ესთეტიკის ის უთხოვარი პარამეტრები, რომელთა ცოდნაც თითოეული ექიმისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად უმთავრესია. რაც უფრო ჩავერთე მაგ ფოტოგრაფიის თემაში, უფრო ვთვლი საჭიროდ, რომ ეს ძალიან დიდ წარმატებისკენ მიყვავს ჩვენი დარგი საერთოდ სტომატოლოგიის. ჩვენ ვხედავთ ბევრ რაღაცას, რაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით და ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია, რომ ესეთი რაღაცა საქართველოში შემოვიდა და ექიმები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ ლექციების მერე უკვე ამ დარგში და დადებითად აისახება პაციენტებზე და საერთოდ დარგზე. კარგ საქმეს ეწევა კლინიკა ალბიუსი. ეს ერთ-ერთი ნაწილია განვითარების, როგორც დარგის, ისე ქვეყნის და დონის საერთოდ აი ამ სფეროში, იმიტომ ადრე თვითონ პაციენტები ლაპარაკობდნენ, რომ აპირებდნენ რაღაცების გაკეთებას იქ სხვა ქვეყნებში, სადაც რაღაც ჩვენთან არ კეთდება და ინფორმაცია არ ქონდა ჩვენ აქამდე. ესეთი რაღაცები, ესეთი ღონისძიებები ძალიან ავითარებს ჩვენს დარგს. ფოტოგრაფირებით ჩვენ ვაკეთებთ პაციენტის სახის შესწავლას, მისი ღიმილის შესწავლას, ვიღებთ ფოტოებს პირის ღრუში არსებული მდგომარეობის დასაფიქსირებლად. მერე ეს ფოტოები გადის სპეციალურ დამუშავებას ციფრულს. შესაბამისად, ამ ფოტოების საფუძველზე მერე კეთდება სულ სხვა ანალიზი. რენტგენოგრაფია ემსახურება იმას, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ის სტრუქტურები და ის დაზიანებები, რომელსაც თვალით ვერ ხედავთ. რასაც თვალით ხედავთ, ის ფოტოგრაფირებაზე ჩანს და ამისთვის არის ფოტოგრაფირება საჭირო აუცილებელი. ფოტოების გადაღება დიდი ხანი აპრობირებულია, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით, როდესაც შემოვიდა
ფოტოგრაფირების ციფრული ანალიზის პროგრამები, ეგრეთ წოდებული Digital Smile Design-ი ქვია, ანუ ესე იგი ღიმილის ციფრული დაგეგმარება. ხო, ეს პროგრამები უკვე არსებობს, შემოვიდა, სულ უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად გაიზარდა ფოტოგრაფირების აქტუალობას და საჭიროებაც. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ გეგმავთ კომპიუტერში ციფრულად პაციენტის მომავალ ღიმილს, ვაჩვენებთ მას თუ როგორ იქნება მისი ღიმილი მომავალში, ვაჩვენებთ იმას თუ რა დაზიანებები აღინიშნება მას, რასაც ის თვალით ვერ ხედავს ან არ შეუმჩნევია. ასე რომ ამისათვის და ამის გამო ფოტოგრაფირება ძალიან აუცილებელია და საჭიროა დღეს უკვე სტომატოლოგიაში. ექიმს პაციენტთან გასაუბრების შემდეგ რჩება ძალიან ძვირფასი ინფორმაცია ფოტოების სახით, რომელსაც მე შეუძლია წნარად დაждდეს, ანალიზი გაუკეთოს, ნახოს, აღმოაჩინოს ის, რასაც ჩვეულებრივი დათვალიერებით ვერ ნახავდა და პაციენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან პაციენტი როდესაც თვითონ ხედავს თავის დაზიანებებს, თავის იმ აუცილებელ მომენტებს, რაც უნდა ჩაუტარდეს მკურნალობის დროს, უფრო მოტივირებული ხდება მკურნალობისადმი, უფრო მეტი ნდობა უჩნდება ექიმისადმი და გრძნობს, რომ მას ყურადღებით ექცევიან, მას იკვლევენ მის მდგომარეობას ყველანაირად და პასუხისგებლობით ეკიდებიან მის მდგომარეობას და მის